მესამე დღეა ბათუმში კლიმატის ცვლილებების სამთავრობაშორისო ექსპერტთა საბჭოს 37 პლენარული სესია მიმდინარეობს. ასეთი ქვეყნის 250-ზე მეტი სამთავრობო და სამედიცინო წრეების წარმომადგენელი სათბურის აირების გაფრქვევის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიშგების ორი მეთოდოლოგიის შესახებ მსჯელობს. კლიმატის ცვლილებების შესახებ მომზადებული დასკვნები IPCC-ის მეხუთე ანგარიში შევა. კონფერენციის შედეგებს ექსპერტები ხვალში აჯამებენ. IPCC-ის მიერ ორგანიზებული პლენარული სესია საქართველოში პირველად ტარდება. 37 პლენარულ სესიაზე იხილება სათბურის ეფექტის გაზების რაოდენობის გაანგარიშების მეთოდოლოგიაში შედის გარკვეული ცვლილებები, რომელიც საშუალებას მიცემს სპეციალისტებს, რომ გაცილებით უფრო ზუსტად იქნეს გაწვრილით ბევრ ქვეყანაში, ვინ რამდენ გაზს სათბურის ეფექტის მქონე გაზს გააქვეყნებს ატმოსფეროში. კლიმატის ცვლილებების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა საბჭოს 37 პლენარული სესია წარმატებულად მიმდინარეობს. კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ტექნიკური დოკუმენტის შემოშვება, რომელშიც მეთოდოლოგიები იქნება გაწერილი. IPCC დაეხმარება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობებს შეამცირონ გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები.